საკმაოდ წვიმიანი ამბია. დაახლოებით 4 კილომეტრი გამოვიარეთ ფეხით. ქალაქიდან 20 კილომეტრი მანქანით. ეს წამოსული ვარ მინიმალური აღჭურვილობით. ეს პონჩო, არც კარავი, არც ტენტი. პატარა ჩანთა. ვცდილობ შევარჩიო ისეთი ადგილი, სადაც ქარი ნაკლებად უბურავს. თავარია სწორი ადგილი შერჩევა. სად გაშლი ბანაკს. ბევრია მაგაზე დამოკიდებული. ბანაკი არ უნდა გაშალოთ ალთან ახლოს. მით უმეტეს თუ ხამით აპირებთ დარჩენას. ალთან ხშირად მიდიან გარეული ცხოველები. კაცადლები. კიდე მათი სახლია. ჩვენ არა. ბანაკი არ გაშალოთ ასეთი ხის ქვეშ რომელსაც ზემოთ ხმელი ტოტები აქვს. ნუ ქარისტოს შეიძლება ჩამოვალეს და დაგაზიანოთ. მე გზამთრത്തിൽ ტენტით არა ვარ, ხოლმე პონჩო მაქვს. ჭირდება ახლოს დონი ხეები. პონჩო გამოვიყენე როგორც კარავი. ასე მარტივად შეიძლება გაშალო პონჩო, გააკეთო პატარა ტენტი. წვიმიან ამით. ეს არის სულ დღევანდელი ჩემი აღჭურვილობა. დანა. მან გასაშლელ დანას მაინც არ გირჩევთ. ეს იდეალურია. პატარა მაგრატელი. სანთებელა. ესეც ცეცხლის დასანთებად. სიცოცხლის ეს შეიძლება ეს ჭიქა მაგალითად მეორეც აქვს. ეს შეგიძლიათ მეორე ჭიქად გამოიყენოთ. და მას აქვს გაჩვენეთ კიდევ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ზოგიერთი ნივთი არადანიშნულებისამებრ და ეფექტურად. საჭმელი, წყალი, სპირტი, მათ არა თავისი და პონჩო სულ ესაა.
არის უმარტივესი სპირტქურა. გასაშეში ჭიქის სახურავი, შევასხეთ სპირტი, კიდევ ცეცხლი. გათბობა შეიძლება ცირედით. ზოგადად ადამიანს თუ ცეცხლი გადარჩენისთვის არ ჭირდება, სხვა შემთხვევაში ტყეში ცეცხლის ზამთრებას უნდა მოერიდოს ჩემი აზრით. მით უმეტეს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომაზეც. წვიმაში კიდე შეიძლება და ზამთარშიც. შალამინდებში საკმაოდ საშიშია. შეაცდება მაგის გამო ცეცხლი. მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ სალაშქრო ქურები, ბევრი იყიდება. თქვენი ხელი დაამზადოთ, აი სპირტქურა ძალიან მარტივია. წინა ვიდეოებში სანთლის ქურაც ჰქონდა ნაჩვენები. სპირტქურის ერთი ნაკლი ის არის, რომ დიდხანს არ იწვის. მაგრამ სამაგიეროდ სუფთად იწვის. არ ჭვარტლავს ჭურჭელს. სანთლის ქურის ნაკლი ეგ არის, რომ ჭურჭელს აშავებს. მაგრამ სამაგიეროდ დიდხანს იწვის. ერთმა პატარა სანთლის ქურამ ორჯერ მომამზადებდნენ ორ ლაშქრობაში მეყო. ერთი ხელგაკეთებული სანთლის ქურა ორ ლაშქრობაზე მეყო. თუნდაც იაფია ძალიან. ყიდვას მე პირადად მიჩვენია ჩემი ხელით დაამზადო. იგივე რამებია. ძალიან მარტივია. რატომ უნდა გადაიხადო ფული მაშინ? რაც შეგიძლია ხელით გააკეთო. მე არ გულისხმობ ახლა ისეთ პირობებს, სადაც აუცილებლად გჭირდება ძვირად ხდებული გასქურები. ალპინისტების მაღალი სიმაღლეზე ვინც დადის ყინვალზე და ასე შემდეგ. იქ შეიძლება დაგჭირდეს სწრაფად რომ გააცხელოს, სწრაფად დაანთოს, სწრაფად ჩააქრო. იმათაც აქ თავისი პლუსები რა თქმა უნდა. ესე უბრალოდ საერთოდ ბუნებაში გასვლისას მინიმალური აღჭურვილობა, ნაკლები ხარჯით. მეც სიამოვნებას მიიღებთ, ვიდრე ყოველთვის მე მეც სიამოვნებას ვიღებ ასე. ვიდრე როცა დამოქვთ დიდი ზუგჩანთა სრული აღჭურვილობით. ნახა დაახლოებით 15 გრადუსი. სითბო არ არის, მაგრამ არც ცივია, თუ სწორად გაცვია, არ შეგცივდება. ეს რამე დარჩენილი დროისას ამით იხალე. რამეც რა შესაბამისი კარავი გაქვს, შესაბამისი საძილეტო, მაგრამ 15 გრადუსში 10 გრადუსშიც მაგალითად უნდა გაიქნება შეცდომა. ნახოთ ეს რამდენად ეფექტურია და რამდენად გამოსადეგია. ეს არის თერმოსაბანი.
თერმოსაბანმა გაამართლა. საკამაოდ თბილია. შიგნით თბილქურა დავიდგი და თუმეტეს ძალიან დაწყა. 5 წუთი ვერ გავუძლებია. ისე ტემპერატურა დადგა შიგნით. აქ დაგემშვიდობებით ამ მისლიანი დღიდან. Şimdi gidiyoruz.